კაზარმული რო გამოცხადა, გელა წავიდა და გია წავიდა. მაღლიდან რუსები ბომბავდნენ ცხინვალს, ერთი ის ვიცი რომ ჩემი შვილები თავს არ შეირწმუნდნენ და ვაჟკაცურად იბრძოლებდნენ. მაგაში დარწმუნებული ვარ. მე მგონი საქართველოს ყოველთვის იქნება და ამ ადამიანების სახელით თავისთავად ყოველთვის იქნება და აქ საქართველოს დასჭირდა და მოვალეები იყვნენ, წასულიყო და ებრძოლათ. თუ კაცი ხარ, ადამიანი თუ ხარ და გული შეგტკივა სამშობლოსთვის არა, როცა უჭირ სამშობლოს მაშინ უნდა გამოგიყენოს. როცა ადამიანი ჯარში მიდის და მით უმეტეს ომში მიდის თავისი სამშობლოსთვის. ყველამ გაიგოს და გაითვია თავისოს, რომ საქართველოს არ დაუწყია ომი. საზღვრისპირა სოფლებში მკვლელობები მიდიოდა იქ. თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, თავს ესხმოდნენ მოსახლეობას. თითქმის დაწყებული იყო ომი. ბატონო მურას, მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ მოგვეცა საშუალება თქვენთან ვისაუბროთ. ჩვენ ვიმყოფებით ბატონ მურაზ რომელაშვილის ოჯახში, გმირი ქართველების გამზრდელი ადამიანების ოჯახში, მშობლებთან და კარგი იქნება მოკლედ და რა ვიცი მე მგონი ყველა დიდი სიამოვნებით და პატივისცემით და ყურადღებით მოისმენს ზოგადად თქვენ ისტორიას. მე რამდენიმე კითხვა მქონდა მათ შორის მომზადებული მათ შორის იმაზე, როგორ დაიწყო ამ ბიჭების ისტორია, რატომ დაინტერესდნენ სამხედრო საქმით და ასე შემდეგ, მაგრამ მე თქვენი ისტორია რო გავიგე, ამას უკვე ფაქტობრივად პასუხი გაცემული აქვს და მოდით ორი სიტყვა გითხარით თქვენზეც მათ შორის, თქვენ ვეტერანი ბრძანდებით და აი რაც დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობა და რა კონფლიქტებშიც აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა, ფაქტობრივად თავიდანვე ჩართული აღმოჩნდით ამაში და ამაზე რო გითხრათ რამდენიმე სიტყვა. ცხინვალში დავიბადე, ცხინვალში გავიზარდე. მაშინ ისეთი დრო იყო, რომ ოსებსა და ქართველებს შორის არ იყო არავითარი წინააღმდეგობები. ერთადერთი წინააღმდეგობები იყო ხოლმე სოფლიდან ჩამოსულები, აი ყვაისიდან ჩამოსულები და აი ქალაქელები ერთმანეთში მოგდიოდა ხოლმე პატარა ჩხუბი სახით თუ ეგეთი რაღაცა რა. მაგრამ შემდეგში უკვე რაც ეს რუსეთი ჩაერია, შემდეგში ეს იყო უკვე 99 წლიდან. იქ სეპარატისტები გამოჩნდნენ. დაურიეს ცხინვალში ყველაფერი. უკვე ქართველები შეაზიზღეს ნელ-ნელა და დაიწყო ჩვენი გამოდევნა ცხინვალიდან. ეს იყო ეს რომელი პერიოდი? უკვე ეს 99 წლიდან დაიწყო რა, 99 წლიდან გუმბერიძე იყო მგონი პირველი მდივანი. გუმბერიძე ჩავიდა, იქით ქართველები იყვნენ, აქეთ ოსები იყვნენ, ერთმანეთში ცოტა შემოხლაც იყო. მერე გაგრძელდა ეს, შემოვიდნენ ჩვენი პოლიცია შემოვიდა მერე ცხინვალში, გაიყო შუაზე ცხინვალი, აქეთ პოლიციელები იყვნენ, იქით ოსები იყვნენ, ერთმანეთში მიდიოდა ბრძოლები. მაშინ ბევრი დაიღუპნენ პოლიციელების მხრიდანაც და იძულებული ვიყავი, რომ 91 წლის ახალ წლები იყო, ჩემი ცოლ-შვილი გამომეპარებინა და გამოსულიყავით გორის მხარეს. ძლივ დილის 6 საათზე გამოვაპარე ჩემი ცოლ-შვილი ისე, რომ არაფერი არ წამომიღია იქიდან, ჩემი საკუთარი ბეჭედიც ვერ წამოვიღე, იმიტომ რომ ოსები ჩხრიკავდნენ. ცოტა თანხაც ჰქონდა მოგროვილი, ვერც ის წამოვიღე ვერაფერი, ერთადერთი სანამ გამოხვიდოდით ქალაქს, მანამდე გიწევდა ჩხრეკის გავლა და ისე გამოტარება, ხო? კი, გამოსული დროს ჩხრეკავდნენ რა, არაფერი არ გაგვეტანა. მატარა თანხაც ჰქონდა მოგროვილი, ვერაფერი ვერ რეიტუზებით გამოვედით სულ ყველანი და როგორც იქნა გამოვედით და ცოლ-შვილი ჩამოვიყვანე ფლავში. და ჩვენ მაშინ შექმენი ჯგუფი მეღრეკიში, ცხინვალელები, მებრძოლები, ვისაც შეეძლო ბრძოლა და ვინც ჩვენ გვერდით დადგებოდა მეღრეკიში, ქონდა შტაბი იქ. და ქონდა ეს სოფელი ძალიან ახლოსაა ცხინვალთან. ეხლა ჩვენს კონტროლირებულ ტერიტორიაზეა. ეს სოფელი არის იქ ცხინვალის ძირში არის, სადაც ჩვენ დავბანაკდით იქ მეღრეკისი ახლოა ცხინვალთან. პირველი სოფელი არის ერგნეთი და შემდეგი არის მეღრეკისი. იქ დავბანაკდით, იქ ვიყავით და იქ უწევდით წინააღმდეგობას. გავიდა დრო, შემდეგ სამშვიდობოში ვიყავი, სამშვიდობოში გავატარე 3 თუ 4 წელი. რავი, ერგნეთზე ვიყავით, ერგნეთზე მიმულები. იქაც მიდიოდა რაღაც ბრძოლები, იქაც დაგვეღუპა ბიჭები. შემდეგ
ყარყარაშვილთან ვიყავით. მაშინ აფხაზეთში უნდა წავსულიყავით და ჩამოვასვენეს ყარყარაშვილის ძმა მაშინ მაიორი აფხაზეთიდან და ყარყარაშვილმა გითხრა რომ თქვენ ცხინვალში დამჭირდებითო და აქ აღარ არის საჭირო წასვლაო. აი ესე გამოვიარე ეს წლები და ბოლო შვილები წამოუზარდე, მაშინ გაჭირვება იყო ძალიან, შევარნაძის დროს ყველაფერი ძვირი იყო, პროდუქტი არ იყო არაფერი, როგორც იქნა გავზარდე შვილები და ერთადერთი ჩემ შვილებს უნდათ მარტო ჯარში შესვლა. მეტი არაფერი არ აინტერესებდათ. ორივენი სპორტსმენები იყვნენ, გია კარატისტები იყვნენ, ხო? შავი ქამრის მფლობელი იყო კარატეში. გელა უფროსი ძმა რასაც გააკეთებდა, უმცროსი მისდევდა იმას. ძალიან ერთმანეთს შეთანხმებულები იყვნენ და ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. თქვენ მანამდე ზვიადისთანაც ხომ იყავით როგორც? კი. მახსოვს. მაშინ 91 მაშინ პირველად დამოუკიდებლობა რო გამოვაცხადა ზვიადი, მაშინ ბუნკერში ვიყავით. ორ კვირა ჩვენ ვიყავით ცხინვალელები, ორი კვირა ბუნკერში. ერედველები ჩვენთან იყვნენ და ორი კვირა მერე შემცვლელები ყავდა რა. რა ჩვენი მეგობარი ბატონი ზაზა. და რამდენიმე ხანი გავატარეთ იქ ბუნკერში. სიმართლე გითხრა, ბევრი არაფერი აღარ მახსოვს. მაგრამ რაც მახსოვს, ერთი ეგ იყო, რომ ბოლოს რაც მოხდა, ძალიან გულდასაწყვეტი იყო ის, რომ ზვიადი როგორც იყო გამოაღწია იქიდან და ბიჭები დაგვეყუპა იქ. ისეთი ბიჭები, მებრძოლი ბიჭები, გოგია სახით და კიდე იქ ქალბატონები ავტობუსში ჩაცხრილეს. გოგია გვარიც რო გავიხსენოთ, თუ შეიძლება, თუ გახსოვთ გვარი. როგორი იყო? გაბროშვილი. ეს ადამიანი აქ თქვენი მეღრუეკისელების და აქაურების ჯგუფის გოგია იყო ფხვენიში. გვერდზე სოფელი არის ფხვენისი, გოგია იქით იყო, ჩვენ ვიყავით აქეთ, მამის ანტუბანში. თითახეობა და ლიახვის აქეთ. ლიახვის იქით იყო, რა ქვიან, ფხვენისი, ლიახვის აქეთ, მამის ანტუბანი. მაგრამ ხშირად ხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს, ჩავდიოდით ხოლმე ერთმანეთს, იქ საუბრობდით ხოლმე, რა გაგვეკეთებინა, როგორ გაგვეკეთებინა. და აი ვაშკაცი ბიჭები დაგვეღუპნენ, მაშინ 91 წელი იყო. კი. ზოგი რუსები, ზოგი ქართველები. მერე ჩემი შვილები წამოიზარდნენ და მაინც უდოდა ჯარში შესვლა. გია უფროსი შევიდა ჯარში, გაიარა სნაიპერის კურსები. ერთი რამდენიმე თვის შემდეგ ძმაც მიყვა. ორივემ გაიარეს სნაიპერის კურსები, შემდეგ გიამ აკადემიაში ჩააბარა უფროსმა ბიჭმა. დაამთავრა აკადემია, მაშინ ჩარლის კურსს ეძახდნენ, სპეციალური კურსი იყო. სააკაშვილმა სპეციალურად უნდა მოემზადებინა და წვრთნიდნენ ინგლისელები და ისრაელის ხალხი. ძალიან ძიმე პერიოდი გაიარა ჩემო უფროსმა ბიჭმა. 800 თუ 900 ადამიანიდან 35-მა დაამთავრა. დანარჩენი თუ ისმის რაღაცა დაემართებოდა, ცხრილავდნენ ნელ-ნელა. ბიჭები 2004-დან შევიდნენ ჯარში. 2004-დან შევიდნენ ჯარში, კი, 4 წელი დამსახურები იყვნენ, მერე აკადემია დაამთავრა გიამ და აკადემია 6 თვით დამთავრებული ჰქონდა, 2008 წლის ომი რო დაიწყო. ორივე ტანკისტები იყვნენ, არ გაუშვა გორის ბატალიონის მეთაურმა არწივმა, მაშინ არწივი იყო, არ გაუშვა სხვაგან და ისე გორის ბატალიონიდან შეათავსა რა. გია და ისე ტანკისტები იყვნენ რა ორივენი. აკადემიის შემდეგ გია სულ იმას გაიძახოდა. ხან ლაპარაკიც მოგდიოდა ხოლმე. ისე იყო დარწმუნებული, რომ ჩვენს ტერიტორიაზეო, რუსეთი კი არა, ამერიკაც რო შემოვიდეს, გავიმარჯვებთო. დარწმუნებული იყო მაგაზე რა. და ჩვენ უცხინვალელები ვართო. 6 იყო თუ 7 იყო ზუსტად არ მახსოვს. კაზარმული გამოცხადდა. გელას მაშინ სიცხიანი იყო 39 ქონდა სიცხე და კაზარმული რო გამოცხადდა, გელა წავიდა და გია წავიდა.
და 7-ში მგონი დილით უკვე ტანკები ცხინვალისკენ დაიძრნენ. და რო დაურეკე, გიამითხრა გორის მისადგომებთან ავართო. მომათხოვ არა, არ გვენერვეულა და სხვათა შორის მე არ მეგონა თუ ესე მასშტაბური ომი დაიწყებოდა. არავითარი ის არ იყო, რა ქვია, ინფორმაცია არ იყო, არც ტელევიზიაში, არც და 7-ში დაიძრდნენ აქედან ტანკები და ცხინვალში ეგრეთ წოდებული შანხაი არის, ჯერნიკოზი არის, მერე არის შანხაიდან, აქედან შესასვლელი არის ცხინვალში. და მაგ მხრივ ტანკებით მანდ შევიდნენ. ცხინვალის უბანს. უბანს. უბანია, გარე უბანია ცხინვალის რა, შანხაის ეძახდნენ არა. ნიკოზიდან რო შედიხარ, რომელ ნაწილში შედიხარ ცხინვალის, აი იმ ნაწილს ქვია შანხაი. ლიახვის მარჯვენა სანაპიროა ეს სავარაუდოდ. ხო, აქეთა სანაპირო, კი. შევიდნენ, მერე იყო თათბირი იქ, რა ქვია, ნიკოში იყო შტაბი, თათბირი იყო იქ, ვინ იცის ცხინვალიო და გია ეხლა მაშინ 11 წლისა იყო, ძალიან ბევრად არის, არ იცოდა ის ცხინვალის ამბები, მანდა ვინც იყვნენ ცხინვალი, არავინ არ იცოდა. და გიამ უთხრა მე ვიციო ცხინვალიო, ჩვენაც ცხინვალელები ვართო და პირველ რიგში ჩვენ უნდა შევიდეთო. შევიდნენ ტანკերը, მაშინ შანხაიდან გადავიდნენ გმირების ქუჩაზე, გმირების ქუჩიდან შევიდნენ მოსკოვის ქუჩაზე და იმ მოსკოვის ქუჩაზე იქ იყო სამშვიდობო, რუსების სამშვიდობო. საიდანაც იქიდან ბაევიკებმა დაუწყეს სროლა ჩვენ ტანკისტებს. და ააფეთქეს გიას ტანკი. მეთაური იყო წინ მიუძღო და ააფეთქეს გიას ტანკი და შემდეგ ააფეთქეს ჩემი მეორე ბიჭის ტანკი და ესენი ამოვიდნენ ტანკიდან და გელა ჩემი უმცროსი ბიჭი გაეკიდა გიას, რომ დაინახა რომ ტანკი აფეთქებული იყო, გაეკიდა გიას. არ ვიცი იქამდე მივიდა თუ არ მივიდა. ამ დროს მაღლიდან რუსები ბომბავდნენ ცხინვალს და ერთ-ერთ სახში შევიდა, რომ ბომბებისგან თავი აერიდებინა. იქ იყვნენ 20 კრიმინალები და ეს ბანდიტები, რომ იტყვიან ხოლმე, მებრძოლები. დაიჭირეს, თელეღამი აწამეს და დახვრიტეს და დასვეს. მეორე შვილისა არ არსებობს არაფერი, არც გვამი არსებობს, არც არაფერი დაკარგულებში ითვლება. რა ვიცი, სხვადასხვა ვერსია არის. ზოგი მებრძოლებისგან ვიცი, ზოგმა თქვა, რომ გია უნდა გასულიყო, ბრძანება ქონდა ხეობაში, იქ სპეცნაზი დახვდებაო და სპეცნაზთან ერთად უნდა ებრძოლა იქიდანო და გია რო გავიდა, ესე იგი ხეობაში თამარაშენში იქ სპეცნაზი აღარ დახვდა და მარტო კინა წამოვიდა იქიდან და ვეღარ გამოაღწია. გელაზე იძახდნენ, რომ დანარჩენი ტანკები რო გამოსულიყვნენო, თავისი ტანკიო გადააყენა გელამ და იქიდან დაუწყო ბრძოლაო, რომ ეს ტანკისტები გამოსულიყვნენო. იმის ხმა გვესმოდაო, ერთი რამდენიმე წუთიო და შემდეგ ჩაჩუმდაო. ტყვის ხმა აღარ ისმოდაო. ესე იგი აიყვანესო და დახვრიტესო. სიმართლე რო გითხრა, ზუსტად არაფერი არ ვიცი. ყველაფერი ვიცი გადმოცემით. ერთი ის ვიცი, რომ ჩემი შვილები თავს არ შეირწმენდნენ და ვაჟკაცურად იბრძოლებდნენ, მაგაში დარწმუნებული ვარ. დიდი ხანი ვეძები, მე არ ვიცოდი ჩემი შვილები დაღუპულები თუ იყვნენ. რამდენიმე თვე გავიდა. ხანსად დავდიოდი, მე მეგონა ტყვეთ იყვნენ ჩავარდნილები და მეთქი იქნება გაცვლაზე წავიდნენ, გაცვლაზეც მივდიოდით. ისეთი ხალხის გაცვლა იყო, რომ სხვებზე არაცვლიდნენ, მარტო მაგაზე გაცვლიდნენ ჩემ შვილებზე, მაგრამ დაუკავშირდი მე ცხინვალში და მითხრეს, რომ დაღუპულები არიანო და არავითარი გაცვლა არ იქნებაო. და ჩემი შვილის ერთ-ერთის გვამი გამოიტანა ჩვენმა კათოლიკოს პატრიარქმა, რომ 10 ცხედარი რო გამოიყვანა, საკაცეში იყო მაჯა და ფეხის ქუსლი, მეტი არაფერი. მე არ მინახია, მაგრამ როგორც მითხრეს, რომ დახვრიტეს დასვეს და მაშინ ეგენიღა გადარჩა და ეგრა იყო და მეორე ბიჭის გვამი არ ვიცი. რა გითხრათ, მეც მინდა 1-2 სიტყვა თქვა ამაზე და მე კიდე რაღაცებს შეგეკითხებით. ჯერ
იმას გავიხსენებ, რომ ერთ-ერთი მე მგონი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი აქვს. ორივეს ხო? კი ბატონო. ერთი აქა მაქვს და მეორე რძალს აქ იქ თბილისში წაღებული. და ამასაც გავიხსენებ ბარემ რომ ორი არაჩვეულებრივი შვილიშვილი ყავთ ორივე ბიჭისგან. წარმატებული ადამიანები და ეგ ძალიან מחარებს მეც და მე მგონი ყველასაც. მაგათ გულისთვის ცოცხლობ რომ გავზარდე ეგენი მინა პატარები იყვნენ ჩვენთან იყვნენ ხოლმე ეხლა წამოიზარდნენ და ყველა თავიანთ ყველას აქვს თავის საქმე რა. სწავლა ერთადერთი რომ სულ იმას იძახდნენ ჩვენ მამებს არ შევარცხვენთ. ორივე მოქროს მედალზე დაამთავრა. უფროსმა 100%-იანი გრანტი აიღო. პირველი იყო უნივერსიტეტში, ვინც ყველაზე მაღალი ქულები აიღო. მეოთხე კურსია ნანუკა თან აეროპორტში მუშაობს. თავისით გავიდა აეროპორტში, ჩააბარა გამოცდები ისინი თავისით. დამოუკიდებლები ხდებიან რა. ბატონო მურაზ, ეგეთი მომავალი თაობა უნდა ზუსტად ჩვენ ქვეყანას, რომ თავისით როგორც, რა ვიცი, ჯერ თქვენ როგორი პიროვნებაც ბრძანდებით რა, გამოცდილებაც გაქვთ მე ბიჭები როგორებიც იყვნენ და ეხლა გოგონები რომლებიც დაისახავენ და იციან რომ ეს უნდა გააკეთონ და გააკეთებენ და სხვის დახმარების გარეშე და გამარჯვებასაც აუცილებლად მიაღწევენ. პირველ რიგში ცოდნა მიიღონ, დიდი ცოდნა მიიღონ და შემდეგ თავანთი საქმე გააკეთონ რა. ხოჭა. მერთმა გაუმარჯოთ და წარმატებებს უსურვებ მთელი გულით. აი ბიჭებზე ორი სიტყვით კიდე რა თქმა უნდა არ შემიძლია არ თქვა უბრალოდ და სხვანაირად არ გამოვა, მაგრამ ეხლა ისეთ ყველა დროს და ყველა ეპოქას ხო თავისი მაგალითები ყავს და ჩვენ ვისაუბრეთ სანამ ჩანაწერს გავაკეთებდით, რომ სამწუხაროდ ეგრე გვიწევდა დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში, რომ ადამიანების რაღაცა ცალკეული ინდივიდების გმირობაზე გადადიოდა ხოლმე ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. ზოგჯერ არის ხოლმე რომ რაღაცა კონკრეტ აი თევდორემ ხდულის ამბავს რო იხსენებენ ერთმა ადამიანის რაღაც კონკრეტულმა ქმედებამ დიდი დრო მისცა საქართველოს, მაშინდელ მეფეს და მოკლედ დიდი უბედურება ასე ვთქვათ არის და ზიანი შეამცირა და ჩვენ დროებაში 89-დან დაწყებული, რომელიც უკვე ახალი დროებაა ასე ვთქვათ, ასეთი ადამიანები სამწუხაროდ იმის გამო რომ ბევრი რაღაცა სიავე დაგვატყდა თავს ჩვენი მტრისგან გამომდინარე, მაგრამ ასეთი ადამიანები ყავდა ბევრი, იმიტომ რომ მათ ის მაგალითია ჩვენეს რაც უნდა ეჩვენებინათ და მათი გაკეთებული საქმე აწი ახლა აკაკის სიტყვებს დავესესხები რა ისე ილიაზე ამბობს, მაგრამ სხვებზეც ვრცელდება ჩემი აზრით. როცა ეუბნება ილიას რომ თუ საქართველო იქნება შენი სახელიც იქნება სამუდამოდო და თუ არ იქნება მაშინ ბედნიერი ყოფილხარო და მე მგონი საქართველო ყოველთვის იქნება და ამ ადამიანების სახელიც თავისთავად ყოველთვის იქნება. აქ თავრობები არაფერ შუაში არ არის. აქ საქართველოს დასჭირდა და მოვალეები იყო და წასულიყო და ებრძოლათ. რა შუაშია? ნაციონალები რა შუაშია? ოცნება აქ თავრობები არაფერ შუაში არ არის. არა, რომ იძახიან ხოლმე, რომ აი იმის ბრალი იყო, იმი თავრობის ბრალი იყო, ამ თავრობის რა შუაშია თავრობა? მოხდა ეგ მომენტი, ომი დაიწყო რუსეთმა, რა ვქნა, მოვალეები იყვნენ სამხედროები, უნდა წასულიყვნენ და ეცვათ სამშობლო. მაგრამ ჩემმა შვილებმა შეგნებულად გააკეთეს ეს ყველაფერი, შეგნებულად წავიდნენ და შეგნებულად დაიღუპნენ ეგენი. მაგრამ მე ბევრიც ვიცი, რომლებიც არა გამოიპარნენ იქიდან სახში იმალებოდნენ. და ეხლა ვიცი ისინი ერთი რამოდენიმე ადამიანი არის რა. და ეხლა გრძელიენები აქვთ რა. ეს ყველაფერი რო დამთავრდა, კაი თანამდებობებზეც მუშაობები გაიგე და გრძელიენები აქვთ ეხლა. ზოგჯერ აძლევს სოფელი ეგეთ ადამიანებს საშუალებას, მაგრამ ეგ დროებითია. გამოპარული იყვნენ იქიდან, ისეთი ქაოსი იყო, გაიგე, იქ გამოპარული იყვნენ ეხლა და სახში ყოფილიყვნენ. მე ბევრი ვიცი გამოიპარნენ იქიდან და წამოვიდნენ, გაარიდეს თავი ომს. ხო და აქ თავრობები და ისე რაფერ შუბაში არ არის. აქ თუ კაცი ხარ, ადამიანი თუ ხარ და გული შეგტკივა სამშობლოსთვის არა, როცა უჭირ სამშობლოს მაშინ უნდა გამოგიყენოს. და მე იმაზე მწყდება გული, გაიგე, როცა ომი იყო, საზღვრების იქით გარბოდნენ ზოგიერთები, გაიგე და როცა მშვიდობა არის, თანამდებობებზე ხდანან. აი არ მინახია მე არავის შვილი, აი თანამდებობის შვილი, რომელსაც ეომა. სულ ყველაფერი არის საწყალი ხალხზე არის გადატეხილი ყველაფერი. ავიღოთ ისრაელი.
ყველას ეგ გვახსენდება ხოლმე. აი ავიღოთ ისრაელი, იგივე პრეზიდენტის შვილი ომშია, პრემიერ-მინისტრის შვილი ომშია, მინისტრის შვილი ომშია. და ჩვენთან რატო არ ნახდებოდეს ერთეულებისა, რატო უნდა იყოს მაგალითად დასაცავი სამშობლო? რატო არ უნდა იყოს ყველასი ამდე რა? ვერ გავიგე რა. მე იმაზე უკეთესი ვარ თუ ანის არის ჩემზე უკეთესი. თუ ბრძოლა არის, არა, უნდა იბრძოლოს ყველა, ვისაც შეუძლიან. მარტო მშვიდობიანი პერიოდი როცა არის და თანამდებობის გულისთვის რო ჩხუბობენ. ეგ კაცობა არ არის, არა, ეგ ვაჟკაცობა არ არის. არ ვიცი, ვერ გავიგე ვერაფერი. რამდენი მთავრობა გამოვიცვალეთ, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე. არც ერთი მთავრობა ხალხისთვის არ გვეყო გამოცდილებად, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ საბოლოო ჯამში მაგ გამოცდილებასაც მივიღებ და მაგაზე ერთს დავამატებდი თქვენი ნებართვით, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მით უმეტეს ომის დროს თქვა, რომ რაღაცა ჯარისკაცი როცა ომში მიდის და თქვენ ჩემზე კარგად იცით ის არ უყურებს ვინ არის პოლიტიკური ხელმძღვანელობა. და მაგის ყურება თუ დაიწყო, რომ ეხლა მე მომწონს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში ეს არის ქართული ოცნებაა თუ ნაციონალური მოძრაობაა თუ კიდე 1000 ვიღაცა, ასე საქმე არ კეთდება. როგორც თქვენ თქვით, როცა ადამიანი ჯარში მიდის და მით უმეტეს ომში მიდის თავისი სამშობლოსთვის. შეიძლება იქ ვიღაცებმა შეცდომები დაუშვან, ვინც პოლიტიკურ თანამდებობებზე არიან და დაუშვებენ კიდეც და დაუშვიათ და იმედი მაქვს მომავალში ცოტა იქნება, მაგრამ თუ ასე შევხედავთ, რომ ეგეთი აზრიც ხო ჟღერდება ხოლმე, ხო? მაშინ რა გამოდის, რომ ადამიანებს უკლავ ჯარში და საკუთარი სამშობლოს სამსახურის мотиваციას. ამიტომ ეგ 100%-ით უბრალოდ გავიზიარებ და გავიმეორებ იმას, რაც თქვენ თქვით, რომ ეგ არის დაუშვებელი. ყველა ადამიანი მიდის სამშობლოს სიყვარულისთვის და სხვა ყველაფერი მოხსნილია. ადამიანი ჯარში რომ მიდის, ესე იგი მიდის სიკვდილზე. რა იცი, რა დროს არ დაიწყება? კი. ესე იგი, იმას გააზრებული აქვს ჯარში რომ მიდის, ესე იგი მიდის სიკვდილზე. მაგაზე ორი აზრი არ არსებობს, ეგრეა საერთოდ. ბატონო მურაზ, თქვენი აზრი და თქვენი სიტყვა ფასობს განსაკუთრებით, იმიტომ რომ ესეთი ოჯახის წარმომადგენელი ხართ და მაინც თქვათ, მოდით ორი სიტყვით, თქვენი აზრი გითხარით იმაზე, რომ საქართველოში სამწუხაროდ ხანდახან გავიგებთ ხოლმე ვიღაცა იტყვის, რომ ომი იმან დაიწყო თუ ამან დაიწყო. აი ამაზე თქვენც ორი სიტყვა გითხარით, უბრალოდ ბევრჯერ გითქვამთ, მაგრამ მაინც მეკითხავთ, რომ 91 წლიდან არ მომსწრიან ყველაფრისა. ომი რუსეთმა ეხლა კი არ დაიწყო. საუკუნეებია გვებრძვის. რა აიღე 2021 წელი. აიღე იმის შემდეგ არავი რამდენი დრო გავიდა 91-93 წლები. მე შემდეგ 91-ში მაშინ იყო ზვიად გამსახურდია. რო შემოიჭრა. ვინ რა დაუშავა ვერ გავიგე, უბრალოდ დამოუკიდებლობა. მაშინ ნატოც არ იყო, არც ევროკავშირი და არც ის მიზეზები, რასაც ეხლა თქვიან, არც ერთი მიზეზი მაშინ არ ყოფილა. რუსეთმა ომი ეხლა არ დაიწყო. რუსეთი არის პირველი ჩვენი მტერი. ოკუპანტია. რა უკრაინაში რა უკრაინამ დაიწყო ბრძოლა. ეხლა რო იძახიან რომ საქართველოს დაიწყო ომი, რა უკრაინაში უკრაინამ დაიწყო ბრძოლა. რუსეთი არის პირველი ჩვენი მტერი. მე კიდევ ვიმეორებ. დიდება ჩვენ ქართულ ხალხს, ჩვენ საქართველოს, დიდება ჩვენ გმირებს. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რუსებმა დაიწყეს ომი და რუსეთი არის ოკუპანტი. როგორ რა ჩემი შვილები აგრესორები არიან? არ ვიცი ძმაო. ყველაზე მაგრად მწყინს ეგ ამბავი. ყველაზე მაგრად მწყინს, რომ ჩვენ საქართველოს აბრალებენ რაღაცას და ჩვენ გმირებს აბრალებენ რაღაცას. გაიგოს ეგ ყველამ გაიგოს და გაითავისოს, რომ საქართველოს არ დაუწყია ომი. საქართველოს მებრძოლის საქციერის ეჭქვეშ დაყენებას დადაშაულია მე ასე ვფიქრობ. აბსოლუტურად. კი. როცა ჩვენი საზღვრები შიგნიდან ჟღერდება ესეთი რამე მით უმეტეს და არა მე რო არ ვიყო მომწრე ყველაფრის მომწრე 91 წლიდან აგინო ყველაფრის მომწრე ვარ ჩემი თვალით ამაკ ნანახი ყველაფერი არა მე სხვა ვერავინ ვერ დამიმტკიცებს გაიგე რომ ეს ესე იყო და ეს ისე იყო სუზე პირად ვიცი ყველაფერი რა მოხდა როგორ მოხდა რანაირად იყო სანამ ომი დაიწყებოდა და სანამ მანამ საზღვრისპირა სოფლებში მკვლელობები მიდიოდა იქ თავს ესხმოდნენ პოლიციელებს თავს ესხმოდნენ მოსახლეობას
და ეგ არა ომი არ იყო, ვერ გავიგე რა, იძულებული ვიყავით, რომ ჩვენი ჯარისკაცები წასულიყვნენ, უკვე თითქმის დაწყებული იყო ომი. და დღეს ომი არ არის, ვინ გააჩერა ეს ომი? რა პირობით არის გაჩერებული? სულ ომი გვაქვს, სულ ომი გვაქვს. დღესაც ომია და ხვალაც ომი იქნება თუ მშვიდობა არ აქვს, საუბარი მდგომარეობა გვაქვს რეალურად. იმიტომ რომ ტერიტორიაზე გვიდგას უცხო ჯარი და წლიდან წლამდე ადამიანებს გვტაცებენ და მოტაცებაზე არ ჩერდება საქმე სამწუხაროდ უკვე 2008-ის მერე რამდენი ადამიანი ტრის ხელში რა ერთი იყო დაიცვალა. ადრე დაღესტნელები რო იტაცებდნენ ჩვენ ხალხს და ეხლა არიან ეგენი იტაცებენ ჩვენ ხალხს. სულ არაფრის გულისთვის. კი, მაგის მაგვარია. შეიძლება მასშტაბები მცირეა, მაგრამ ერთი ადამიანსაც როცა ეხება იქ უკვე მასშტაბს არ აქვს მნიშვნელობა, იქ აქვს ღირსებას მნიშვნელობა და იმას რომ ეს მოხდა და მორჩა. და ამას აკეთებს მტერი. რატო უნდა ვიყო ჩემ ქვეყანაში დევნილი? აი რატო რისთვის უნდა ვიყო დევნილი? ან ჩვენთვის ვიყავით, ცხოვრობდით ნორმალურად, არაფერი არ გვიჭირდა, ყველაფერი იყო ნორმალური. ჩემ ქვეყანაში გავხდი დევნილი. და მე მგონი აქედანაც დევნილი გავხდები ცოტა ხანში, როგორც ვატყობ, იმდენი შემოდიან, ეს ამოდენა რუსები შემოდიან ახლა. სავსეა ბათუმი, სავსეა თბილისი და აქეთ კიდე იყო რაღაც ინციდენტები იყო. მე უბრალო ხალხთან არა მაქვს არაფერი. კი ბატონო, უბრალო ხალხი ღმერთმა დავიფაროს. ეს არის რუსული პოლიტიკაა ეგეთი. რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მონები. თორე რუსა ხალხთან მე 15 წელი რუსეთში გავატარე. იქ მუშაობდი და იქ ვიყავი 15 წელი. როცა საბჭოთა კავშირი იყო. და რუს ხალხთან მე პრობლემები არაფერი არ მქონია და არც ახლა მაქვს არაფერი პრობლემა. მე პრობლემა მაქვს პუტინის პოლიტიკასთან. რომელსაც უნდა რომ გაგვანადგუროს. ასე, ახლაც ჩვენები ისე ეპყრობიან თითოეულ რუსს, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს მოეპყრობიან და რამე განსხვავებით არა. მთავარია უბრალოდ იმან იცოდეს მასპინძლობა და სტუმრობა რას ნიშნავს. საქართველოში პირველ ადგილზე უნდა იყოს ქართველი ჯერა. და მე დანარჩენი ყველა ქვეყანაში არის ესე. ჯერ თავიანთი ნაცია არის, მე დანარჩენები და საქართველოშიც უნდა იყოს ესე, პირველ რიგში უნდა იყოს ქართველი. იმიტომ რომ საქართველოა. ეხლა ჩვენ გვიწევს რომ მარტო ის ბრძოლის ველი აღარაა სამწუხაროდ და აი ამ ინფორმაციაში და გონებაში მიდის ჯერ კიდე ომი, სადაც უნდა გადაწყდეს და ბოლო-ბოლო დავიმახსოვროთ ჩვენ როგორც ერმა, რომ ეს არის ჩვენი მტერი, ეს არის ჩვენი ინტერესი, ეს არის ჩვენი მიწა და ერთადერთი ამოცანა მე მგონი, რომლის ირგვლივაც რა თქმა უნდა ყველას გონება ერთიანდება, მაგრამ ჯერ მოქმედებაში არ ვართ მოყვანილები როგორც ერი. რომ აი ბიჭები რასაც ამბობდნენ და სხვები რასაც ამბობდნენ და ყველას გულში რაც არის, რომ ცხინვალში და სოხუმში უნდა დავბრუნდეთ. ეს უნდა იყოს ჩვენი მთელი ერის თავარი და უზენაესი ამოცანა, ყველა სხვა დანარჩენი ეკონომიკა იქნება თუ რაც იქნება, ამას უნდა ემსახურებოდეს. და მაგის ღირსები რომ გავხდებით და ამას რომ დავიბრუნებთ, მე მგონია რომ სხვა პრობლემებსაც აღმოვფხრავთ, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა. და იმ გაჭირვებასაც და იმ ყველაფერსაც თანდათ აი ამ გზაზე, როცა აი ამ სიმართლით ვივლით და სწორი დანიშნულებით მიმართულებით ვივლით, მე მგონია რომ მაგასაც აღმოვფრით და ამასთანავე ბატონო მურას ვიტყვი რომ მე ოღონდ დარწმუნებული ვარ რომ ეს მოხდება. რა თქმა უნდა ვერავინ იტყვის როდის მოხდება, მაგრამ აუცილებლად მოხდება, ამაში დარწმუნებული ვარ და ამაში თქვენი ოჯახის, თქვენი პირადად და კიდე იმ ადამიანების წვლილი იქნება განუზომლად დიდი, იმიტომ რომ ყველაფერი წყდება ისევ და ისევ გონებაში და ჩვენ გულებში. როგორც ავენთებით და რა მიზნებიც გაგვიღვივდება და რა დანთებულ სანთლის ჩუქსაც დავინახავთ, ისე იმოქმედებს მე ჩვენი ერიც და ჩვენი საზოგადოებაც და ასეთი სანთები ბევრი დანთებული. მშვიდობიანად მოხდეს ეს ყველაფერი, მაგრამ რაღაც მე ეჭვება რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანად მოხდეს, იმიტომ რომ აგერა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანად მოხდა რამე. მშვიდობიანად შენ ტერიტორიებს არავინ არ დაგეთმობს. მე მაგაში 100%-იანი დარწმუნებული ვარ. კი ბატონო, ჩვენები არიან ისინიც, მაგრამ მშვიდობიანად ჯობია რომ მოხდეს, მაგრამ მესმის. ეჭვი მეპარება. აი მშვიდობიანაზეც ვიტყვი ჩემას. კი ბატონო, მშვიდობიანად ჯობია რომ მშვიდობიანად მოხდეს, მაგრამ რამდენი წელი გავიდა, 32 წელი გავიდა, მაგრამ ვერც ისინი მოეგნენ გონსა საერთოდ და ვერც ჩვენ მოვეგეთ გონსა. მშვიდობიანად დაბრუნების შანსი გვექნება მხოლოდ მაშინ, თუ დიპლომატიას, რომლის იმედიც არის მშვიდობიანად დაბრუნებაში, ზურგს უმაგრებს ძლიერი ჯარი, ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი მოკავშირეები. ეს სამი თუ არა გვაქვს,
მშვიდობიანად დაბრუნების პერსპექტივა არ იარსებებს. არ დაგიბრუნდება, სულ რომ რუსეთი გავიდეს თავისით, ხო და თქვას რომ ხელები ამიწევია და აღარ მაინტერესებს მე სამხრეთ კავკასია, ესე თავისით მაინც არ მოხდება. ჯარიც უნდა ყავდეს ძლიერი და შესაბამისი ეკონომიკაც ძლიერი და მოკავშირეები აუცილებლად. იმიტომ რომ ამის გარეშე აზერბაიჯანი ახსენეთ წეღან და არც მას მიუღწევია. თურქეთიც მისი მოკავშირე იყო, ისრაელიც მისი მოკავშირე იყო. და აზიური ქვეყნები და კიდე სხვა მრავალი ძალა. ჩვენ მოკავშირე ჩვენ მოკავშირე არავინ არ აქვს. არც მოკავშირეები ყველა სულ მაგას ვითხოვთ რომ ჩვენ მეგობრები არ აქვს და ჩვენ არ მეგობრებით არ არის ყველას რაღაცა პრეტენზიებს გამოვხატავ. შეცხოვ უნდა იყო ვიღაცის მეგობარი, ვიღაცა რო კი. რა თქმა უნდა. ესე ხო არ არის სამ მეგობრობა სამხრივი არ არის. ჩვენ არ მინდა მეგობრობა არავისთან და მე ვწუწუნებთ რომ მეგობრები არ აქვს. ვლანძღავთ იმ მეგობრებს რომლებიც ყავდა როდესღაც. და ვაგინებთ ამ ბოლო დროს. და მტერს ვეფერებით. მტერს ვეფერებით კი ბატონო. მაგრამ მშვიდობიანად რო იყოს მიღწევა, რაც თქვენად თქვით, კი ბატონო, ეგას პროცენტიანია, მაგრამ ისინიც უნდა იყვნენ ცოტა მოწადინებულები. აი თუ რუსეთის შესაბამის ვითარებაში ჩავარდა, ის იმათ უკვე მოწადინებას ანდა ისეთი ძლიერები უნდა ვიყოთ ეკონომიურად, გაიგე რომ ჩვენ კი გადმოვიდნენ. რომ ჩვენ კი რომ უკეთესი იქნება ეკონომიკა, უკეთესი იქნება სულ ყველაფერი, გაიგე, აი დასვენება, ეკონომია სულ ყველაფერი და იქით უარესობა რო იქნება რა, იფიქრებენ ახალგაზრდები რომ იქით ჯობია, გაიგე, ევროპისკენ რო ვიქნებით სიტყვაზე, გაიგე, იქ გასვლა რო იქნება ევროპაში, დასვენება რო იქნება რაღაცა, იფიქრებენ ისინი და გადმოვლენ ჩვენკენ და რაღაცა იქნება ალბათ. თუ ჩვენ სუსტი ვიქნებით, ჩვენ სუსტი ვისრათ უნდა მithქვა. არა ვიცი, ვერცერთ ამოცანას ვერ შევასრულებთ თუ სუსტები ვიქნებით. აი ბატონ მურას თქვენ მე მგონი წინაზეც თქვით სადღაც მოვისმინე თქვენი ინტერვიუ, მაგრამ ეგ ამბავი გჭირს მე მგონი და ყველაზე მეტად მან გვაქვს გამოწვევა რომ დაყოფილები ვართ ახლა და როგორც ერი ერთიანად ვერ ვგზნობთ თავს და ვერ მოქმედებთ. ისევ და ისევ თქვენი ოჯახისნაირი ადამიანების გამოცვალდებულები ვართ რომ შევინარჩუნოთ ეგ ერთიანობა და ერთმანეთის პატივისცემა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა არ ვართ ისე ერთიანები, როგორც საჭიროა. იმიტომ რომ სამწუხაროდ საზღვრებს გარეთ რომ არ გავიდეთ, საზღვრებს შიგნითაც ისე ხდება, რომ ვისაც სიტყვა ეთქმის, ვისაც უსმენენ ხოლმე, მათი სიტყვები და მათი ქმედებები მე არ ამგონია რომ ამ ერთს აერთიანებდეს. მგონია ხოლმე რომ პირიქით ყოფს. იმიტომ რომ აგვისტოს ომის ამბავიც კი გახლეჩის მიზეზი ხდება. ყველაზე ისეთი საკრალური მოვლენა, რომელზეც არავითარი სადაო და არავითარი ასე ვთქვათ, დასაპირისპირებელი არ უნდა გქონდეს. ესე ვფიქრობ მე, მაგრამ მე რა თქმა უნდა მაინც მგონია რომ მომავალი შეიცვლება აუცილებლად. იცი რა არის? სანამ ერი არ შეიკვრებ ერთი მუშტად. აქ არ უნდა იყოს იმაზე, რა ქვიან, სკამებზე ბრძოლა. აქ უნდა იყოს საქართველოსთვის ბრძოლა. არა აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია იქნება, პოზიცია იქნება, ნაციონალი იქნება თუ ოცნება იქნება, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ხო ყველა ქართველები ვართ და ხო საქართველოს შვილები ვართ. დრო არის რომ მივხედოთ ჩვენ საქართველოს. მივხედოთ რომ რაც უფრო სუსტი ვიქნებით, ბოდიში კი ყველა თავზე დაგვაჯდება. რომ გავძლიერდეთ, ეკონომიკა გავაძლიეროთ, ხალხი გავაძლიეროთ, გავამდიდროთ და ჩვენ რო ძლიერები ვიქნებით, არა და ერთიანები რო ვიქნებით. ის აფხაზი იქნება თუ ოსი იქნება, რო შემოგვხედავს რომ ჩვენა მუშტათა ვართ შეკრულები და ძლიერი ეკონომიკა გაქვს და ძლიერათა ვართ. ადგებიან და შემოგვიერთდებიან ისინიც კაცოა. ჩვენ ჩემთვის მაკპირობას რომ შემოგვიერთდეთ. რუსეთი ვის რათ უნდა ეხლა იწყალწაღებული რუსეთი გაიგე და ჩვენ რო ძლიერები ვიქნებით, გადმოვლენ ჩვენკენ და გაიგე და აღარ იფიქრებენ იმაზე გაიგე რომ აი რუსებს შეუერთდეთ და ასე და ასე რა. უკეთესი ფანჯარას რო გააღებ ცივილიზაციისკენ შესკენ წამოვა რა. ხო მაგას ვიძახი ხო და მე მგონი ახალგაზრდობა ეხლა მეტი წელი განათლებას საზღვარგარეთ იღებენ და ახალგაზრდობა ისეთი ნიჭიერი ახალგაზრდობა მოდის ეხლა რომ მე მგონი გააცნობიერებენ ამ ყველაფერს და ხელში ჩაიგდებენ ამ გაერთიანების ამბავს გაიგე ახალგაზრდობა უნდა იმოქმედოს ეხლა ახალგაზრდობა უნდა იყოს წინ ახალგაზრდობა უნდა დაიკავოს ყველაფერი ის რომ სადავეები საქართველოსი განათლებულმა ახალგაზრდობამ რომ გააერთიანოს ეს ქართველობა გაამდიდროს ეს ჩვენი ქვეყანა და წაიყვანოს წინ და წინ. მერე აფხაზი შემოგვიერთდება და
სამაჩაბლო შემოგვიერთდება. მერე ჩვენც გვექნება მაგის გავლენა, რომ შესაბამისად ვიმოქმედოთ, რომ მათაც მოინდომონ ეს ყველაფერი. ხელი შეუწყოთ, რომ ამისკენ ნაბიჯები გადმოდგას. ბატონო მურაზ, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან ასეთი. აი, როგორი გინდათ თქვენ, რომ საქართველო იყოს, ჩვენ რო აღარ ვიქნებით ვინც ახლა ვართ აქ 100 წლის მერე, ერთი საუკუნის მერე. როგორი წარმოგიდგენიათ და როგორ სისურვებდით, რომ ყოფილიყოს? ჩვენმა წინაპრებმა იმიტომ დაძდეს თავი და ჩვენმა შვილებმა იმიტომ დაძდეს თავი, რომ საქართველო უნდათ რომ იყოს გამთლიანებული, აყვავებული და მათმა შვილებმა, შვილიშვილებმა და მომავალმა თაობამ თავი იგრძნოს საკუთარ ქვეყანაში. და ის სიძლიერე კონდეს საქართველოს როგორც იყო აღმაშენებლის დროს. აი ეს მინდა რომ აღორძინებული იყოს საქართველოსმა, ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა რომ გაიხარონ და ჩვენმა მომავალმა თაობამ და მე მგონი 100 წელი არ უნდა დასჭირდეს მაგას. არ დასჭირდება, უფრო მალეც იქნება მჯერა, მაგრამ უფრო მალე იყოს ეს ყველაფერი, აიგე რომ ჩვენ წამსვლელები ვართ, ჩვენი წლოვანობის ხალხი, მაგრამ მე ახალგაზრდები მეწოდებიან, აიგე რომლებიც რომ ნიჭიერი ახალგაზრდობა მოდის და ნიჭიერები რო არიან, აიგე და გასაქანი რო არა აქვთ, რომ გააკეთონ საქართველოსთვის რაღაც. მე მინდა რომ მათ გაიხარონ პირველ რიგში, ჩვენმა ახალგაზრდობამ გაიხაროს და ჩვენი ახალგაზრდობა იყოს ბედნიერი. გაიხარეთ. მე მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება. მეც მჯერა. ისე იქნება რომ მე იმედი არასოდეს არ დამიკარგავს. მერთმა დამიფაროს რომ იმედი დავკარგო, საქართველო იქნება ძლიერი, ბედნიერი და კიდევ გაიზრდებიან ვაჟკაცები საქართველოში, რომლებიც დაიცავენ თავიანთ სამშობლოს ყოველთვის. ეს ბრძოლა და ეს თავგანწირვა არა მხოლოდ არჩევის უკავოდ, არამედ გამარჯვებას უეჭველად მაინც მოუტანს ჩვენ ქვეყანას, ამაში დარწმუნებული ვარ მეც. და ისევ და ისევ დიდება გმირებს და დიდება ჩვენ ქვეყანას. დიდება საქართველოს, დიდება გმირებს, დიდება ქვეყანას. ამინ.